მშვიდობის თბილისის დროით ზუსტად 7 საათი ეთერში პოსტივის მთავარი საინფორმაციო გამოშვება. მე ანა აშორდია ვარ, ახლა ამბებში ნახავთ. კონკურენციის დარეგულირება, ადგილობრივი წარმოების სახალისება და ფას წარმოქმნის ჯაჭვის გამარტივება. ფასების შემსწავლელი კომისიის დასკვნა და რეკომენდაციები. რა წერია 104 გვერდიან დოკუმენტში. სპეკულაციები პატრიარქის არჩევის საკითხით და წმინდა სინოდის გადაწყვეტილების განსჯა. ეკლესიის დისკრედიტაციის კამპანიაში სააკაშვილი ლიდერობს. ვის ინტერესებშია პატრიარქის არჩევის პროცესის დაზიანება? საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია. მოძრაობის წესების დარღვევაზე სანქციები მკაცრდება. რას ითვალისწინებს ახალი რეგულაცია? საქართველოს როგორც პურის ხორბლის წარმოშობის ერთ-ერთი უძველესი კერა. უპრეცედენტო მეცნიერული აღმოჩენა, რომელიც საქართველოს მიწათმოქმედების ცენტრად აქცევს. კვლევების შედეგების შესახებ გიყვებით რამდენიმე წუთში. 40-ზე მეტი უნივერსიტეტი და 45 შეჯიბრი. ახალგაზრდული ფესტივალი სტუდფესტი 2026 დაიწყო. პირდაპირ ჩართვა რუსთავიდან. კონკურენციის დარეგულირება, ადგილობრივი წარმოების სახალისება და ფას წარმოქმნის ჯაჭვის გამარტივება. ეს ამ მთავარი რეკომენდაციები, რომელიც პარლამენტის ფასების შემსწავლელმა კომისიამ დასკვნა შეასახა. 104 გვერდიანი დოკუმენტი 3 თვიანი მუშაობის შედეგებს ეფუძნება, რომლის ფარგლებშიც 11 შეხვედრა 80-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენელთან შედგა. გამოიკვეთა რამდენიმე გამოწვევა, რომელიც ძირითადად მიწოდების ჯაჭვში ზედმეტ რგოლებს, გადახდების ვადებს, ლოჯისტიკურ ხარჯებს და ბაზრის არასაკმარის გამჭვირვალობას უკავშირდება. მოცულობითი დოკუმენტი დასამტკიცებლად ბიუროს გადაეგზავნება, რის შემდეგაც საკანონმდებლო ორგანოდან აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადაინაცვლებს. ნუცა კოროშინაძე კი ამბობს. სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა კომისიამ 3 თვიანი მუშაობა დაასრულა. 104 გვერდიანი დასკვნა მოიცავს რეკომენდაციებს, თუ როგორ უნდა ჩამოყალიბდეს სისტემა, ისე რომ მომხმარებელმა პროდუქტების შედარებით დაბალ ფასად მიიღოს. დოკუმენტში იდენტიფიცირებულია ძირითადი გამოწვევები, რომელიც ძირითადად ვადებსა და ლოგისტიკურ ხარჯებს უკავშირდება. კომისიის შეფასებით, მთავარი პრობლემა არა გადაჭარბებულ მოგებებში, არამედ არაეფექტურ საოპერაციო ხარჯებშია, რაც საბოლოოდ პროდუქციის გაძვირებას იწვევს. რეკომენდაციებს შორისაა კანონპროექტის შემუშავება, რომელიც კომპანიებს შორის ინსტიტუციური ჩარჩოს შექმნას ითვალისწინებს. სურათმა აჩვენა ჯაჭვში სელიდან დაწყებული წარმოებლით და იმპორტიორ დისტრიბუტორთან დამთავრებული ძირითადი პრობლემა არა გადაჭარბებულ მოგებებშია, არამედ პრობლემა არის არაეფექტურ საოპერაციო ხარჯებში. ეს რას ნიშნავს? ეს იმას ნიშნავს, რომ ფას წარმოქმნის ჯაჭვში გროვდება დამატებული ხარჯი, რომელიც საბოლოო ჯამში აწვება პროდუქციის თვითღირებულებას და აქ არის მნიშვნელოვანი რესურსი, რომ მოხდეს ამ სტრუქტურის სწორად გადაწყობა და საბოლოო ჯამში მომხმარებელი მიიღებს მნიშვნელოვნად უკეთეს ფასს. ვიდრე დღეს არის ეს ბაზარი. კომერციული ურთიერთობა გაუგებარია, არის სხვადასხვა ტიპის კომერციული ან მარკეტინგული გადასახადები, რომელიც არის გაუმჭირვალე, გადახდების მნიშვნელოვანი დაგვიანებები და აქ იყო პრობლემა, რომელიც იქმნის დამატებით ხარჯებს. სწორედ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი არის ამ სექტორში გადახდების სტანდარტიზაცია. გავითვალისწინოთ, რომ სექტორი არის ძალიან დიდი. ის შეადგენს ჩვენი ეკონომიკის 21%-ს და რაიმე აგრესიული ტიპის ჩარევა ქმნის სისტემურ რისკებს. აგრესიული ჩარევა ჩვენი მხრიდან რეკომენდირებული არ არის. აუცილებელია მიწოდების ჯაჭვის შემცირება, უნდა შეიქმნას ცენტრალიზებული დისტრიბუციის ცენტრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, განსაკუთრებით ეს მნიშვნელოვანი არის რეგიონებისთვის. რაც საბოლოო ჯამში სისტემურად 8-დან 9%-ის შემცირებას განაპირობებს. დოკუმენტში განსაკუთრებული ყურადღება მედიკამენტების ფასებს ეთმობა. კომისია მიიჩნევს, რომ ქვეყანაში რეფერენტული მედიკამენტების ჩამონათვალი უნდა გაფართოვდეს და ფასები 7,000-ის ნაცვლად უკვე 11,000 მედიკამენტზე დადგინდეს. რაც შეეხება ნავთობპროდუქტებს, იმპორტიორი კომპანიებისათვის რეკომენდაცია მარაგებისა და რეზერვების ეფექტიან მართვას ეხება. კომისიის შეფასებით, სწორედ ამ მიდგომამ უზრუნველყო, რომ საქართველოში საწვავის ფასი ევროპულ ქვეყნებთან შედარებით ნაკლებად გაიზარდა.
იმ მედიკამენტებზე, რომლებზედაც ეს რეფერენტი გავრცელდა, მნიშვნელოვანი შემცირება მოხდა ფასის და რეკომენდაცია არის, რომ ეს რეფერენტი გადიდდეს უფრო დიდი რაოდენობის მედიკამენტები მოიცავს და თუ დღეს მოიცავს 7,000, რეკომენდაცია არის, რომ მოიცავს 11,000. Საწვავთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ, რომ ყველასთვის გასაგები იყოს, გულშინდელმა შეხედოთ, რომ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ფასი დამოკიდებულია პლაცის ფასზე, დიდწილად, ასე რომ ვთქვათ, საერთაშორისო ბაზრის ფასზე. მნიშვნელოვნად დამოკიდებულია ფასის შემცირება, მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული პლაცის ფასის მოძრაობაზე, ხო? მაგრამ დიდი მიღწევა არის ის, რომ აღნიშნოთ, რომ მიუხედავად ან უმძიმესი კრიზისისა, რომელიც ენერგიის ბაზრებზე არის დღეს, ფასის და ჩვენთან მნიშვნელოვნად დაბალი იყო, ვიდრე შედარებით აღმოსავლეთ ქვეყნებში, ევროპის ქვეყნებში და ეს განსხვავებები მნიშვნელოვანი არის. ამიტომ აქ განსაკუთრებული როლი ითამაშა რეზერვების სწორი მართვა და რეკომენდაციებიც ამ მიმართულებითაა. მომზადებულ დასკვნას მხარი არ დაუჭირა ხალხის ძალამ. პოლიტიკურ ჯგუფში აცხადებენ, რომ საკითხის სიღრმისეულ შესწავლას საჭიროებს. ძალიან დიდი ნაწილი დაეთმო ჩვენი კომისიის მუშაობის იმ სხვადასხვა გადასახადების შესწავლას, როგორიც არის cashback-ი, თაროს გადასახადი და ასე შემდეგ. და რომელზეც გარკვეული ბიზნეს ოპერატორები მიუთითებენ, რომ სწორედ ეს მნიშვნელოვნად წილად ზრდის ფასს და აი ამ მავნე პრაქტიკის აღმოფხვრა მე ვფიქრობ იქნება კარგი, იმიტომ რომ ეს არის ის ფულადი სახსრების ის მოძრაობა, რომელიც საბოლოო ჯამში მომხმარებელს უზრდის ფასს. ბიზნეს ოპერატორები აქ ნაკლებად რჩებიან დაზარალებული. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ეს არის ადგილობრივი მცირე და საშუალო მწარმოებლების, სამამულო მწარმოებლების ხელშეწყობა. თქვენ ახსენეთ გარკვეული ხელშეწყობის მექანიზმები მათთვის. თუმცა ეს ხელშეწყობის მექანიზმები, როგორიც არის მათი ბიზნესის დახმარება, კაპიტალიზაციის გაზრდა, მათი კვალიფიკაციის ამაღლება ცდება ჩვენი კომისიის მუშაობის ფარგლებს. ჩვენი კომისიის მუშაობის ფარგლებში რეკომენდაცია, რაც შეიძლება ჩემი აზრით იყოს რელევანტური, არის ქსელების მიერ მათთვის უპირატესი პირობების შექმნას, იმიტომ რომ განვავითაროთ მცირე და საშუალო ბიზნესი საქართველოში, ხელი შეუწყოთ სწორედ ქსელების მიერ ეროვნული პროდუქტების წარმოებას. ჩემი რეკომენდაცია იქნება თავი შევიკავოთ ამ ეტაპზე და დღეს ამ დასკვნის მიღებისაგან. რეკომენდაციები კიდევ ერთხელ ვამბობ, ნაკლებ წონადად არის წარმოდგენილი. ძალიან მძიმეა, როცა მონოპოლისტურ ვერტიკალს ისევ აქვს ადგილი, ხო? არის მწარმოებელი, იმპორტიორიც, დისტრიბუტორიც, დამზღვევიც, სადაზღვევო კომპანიაც, კლინიკაც. მოდიშ ვიხდ და რაღაც ხო დამგზავრებები რო გარჩება ხა ვერტიკალში. კარგი დოკუმენტია, მაგრამ მინიმუმ ჭირდება ამას დრო რომ გავეცნოთ, დიდი ალბათობით ხარს დაუჭერთ, მაგრამ მას შემდეგ რაც გავეცნობით. კომისიის მიერ მომზადებული დასკვნა პირველ ეტაპზე დასამტკიცებლად ბიუროს გადაეგზავნება. ამის შემდეგ კი დოკუმენტი საკანონმდებლო ორგანოდან აღმასრულებელ ხელისუფლებაში გაიგზავნება. სპეკულაციები პატრიარქის არჩევის საკითხით და წმინდა სინოდის გადაწყვეტილების განსჯა შეტევა ეკლესიაზე გრძელდება. ქართული ეკლესიისთვის მეტად საპასუხისმგებლო დროს, როდესაც სინოდი პატრიარქის ასარჩევად ემზადება, ანტიეროვნული ჯგუფები პროცესის დისკრედიტაციას ცდილობენ. განსაკუთრებით აგრესიული რიტორიკით გამოირჩევა მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საპატიმროდან ავტორიტეტულ ინსტიტუტზე თავდასხმით არის დაკავებული. ეს სააკაშვილის მხრიდან ეკლესიისა და სარწმუნოების წინააღმდეგ მიმართული პირველი გზავნილი არ არის, მსჯავრდებულმა ექს-პრეზიდენტმა უწმინდესი მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში გააკრიტიკა. ანტისახელმწიფოებრივი კამპანიის მიზანი ამჯერადაც ეკლესიაზე შეტევა, სასულიერო პირების განსჯა და პატრიარქის არჩევის პროცესის დაზიანებაა. თუმცა მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ უცხოეთიდან კოორდინირებული ანტიეროვნული კამპანია შედეგს ვერ გამოიღებს. სოსო ელისაშვილი გიამბობთ. ეკლესიის დაზიანების სურვილი და ღია თავდასხმა უმაღლეს სასულიერო იერარქებზე მიხეილ სააკაშვილი წმინდა სინოდის დისკრედიტაციის მიზნით ახალი პატრიარქის არჩევის პროცესს რუსულ სპეცოპერაციას უწოდებს და მღვდელმთავრებს რუსეთთან კავშირს უარგუმენტოდ აბრალებს. ძალიან მიგვირს მედიის, რომელიც ისე აქტიურად აშუქებს პატრიარქის ეგრეთ წოდებულ არჩევნების რუსულ სპეცოპერაციას, ვითომ მართლა რაიმე კონკურენტულ პროცესთან გვქონდეს საქმე და ინტრიგა რჩებოდეს. ამ არჩევნების სცენარი დიდი ხანია დაწერილია ლუბიანკაზე.
მიხეილ სააკაშვილის მხრიდან საპატრიარქოზე თავდასხმისა და ეკლესიის რუსეთთან ხელოვნურად დაკავშირების მცდელობები ახალი არ არის. უწმინდესისა და უნეტარესის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში ის თავს ილია მეორეს დაესხა და მისთვის რუსული ინტერესების სიარლიყის მიწებებას ცდილობდა. პატრიარქი ილია მეორე იყო კომპლექსური პიროვნება. 2014 წელს ის ჩავიდა მოსკოვში, შეხვდა პუტინს და უთხრა შემდეგი ფრაზა: ერთ პიროვნებას არ უნდა გადავაყოლოთ ორ ხალხს შორის ურთიერთობა. ამ ერთ პიროვნებაში, რა თქმა უნდა, მე ვიგულისხმებოდი და ის, რომ სწორედ ჩემს გამო ვერ შეძლო პუტინმა 2008-ში საქართველოს დაპყრობა. ეს განცხადება ყველამ თვითონ შეაფასეთ. ისტორიის შეფასება იქნება მკაცრი. პარტიაში ლიდერის განცხადებას სურვილის მიუხედავად ვერ ემიჯნებიან, თუმცა გამართლებას ცდილობენ, ამტკიცებენ თითქოს მიხეილ სააკაშვილის ინფორმირებას უცნობი წყაროები პირდაპირ ციხეში ახდენენ. არარსებულმა ინფორმატორებმა კი უთხრეს, რომ პატრიარქის არჩევნებში ჩარევას რუსეთი ცდილობს, თუმცა აღნიშნულის მტკიცებულება არ არსებობს. წმინდა სინოდის საქმიანობაში არ ვერევით, რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ეს არის პრეზიდენტი საქართველოსი ყოფილი, მათ შორის არის მთავრობის ერთ-ერთი წევრი უკრაინის, ამიტომ მას ძალიან ბევრი ინფორმაციის წყარო აქვს და უბრალოდ ინფორმაცია აქვს იმაზე, რომ რუსული უშიშროება ცდილობს საკუთარი ხელები აფათუროს სინოდის არჩევნებში. ამაზეა საუბარი. ხალხის ძალაში სააკაშვილის პოზიცია არ უკვირთ. პარტიაში განმარტავენ, რომ ხელისუფლებაში ყოფნისას ნაცმოძრაობა ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლით გამოირჩეოდა. საკუთარი ქმედებებისა და დანაშაულების გადააზრებას კი ოპოზიციაში გადასვლიდან 14 წლის შემდეგაც ვერ ახერხებენ, რაც მათი მხარდამჭერების რაოდენობაზეც აისახება. მიხეილ სააკაშვილის პოზიცია ვფიქრობ არ არის გასაკვირი, მან აქტიური პოლიტიკა სწორედ ასე დაიწყო, როცა ეკლესიას თავს ესხმოდნენ და ასე აგრძელებს და სურს რომ გააგრძელოს დღესაც, ისე რომ ეს უკვე კარგახლის ნათელი პოზიცია მისი მხრიდან, ამაში ახალი არაფერია და მას სურს რომ არათუ აღიაროს დანაშაული და შეცვალოს თავისი მიდგომები, თუ კი მას კიდევ სურს რაიმე აქტივობაში მიიღოს მონაწილეობა, არამედ ის ამართლებს თავის წარსულს და გეგმავს რომ კიდევ უფრო მძაბრად გააკეთოს ის, რისთვისაც საზოგადოება მის პოლიტიკიდან გაუშვა. მმართველ გუნდში უსვამენ ხაზს, რომ გარე ძალებს დამორჩილებული აგენტურა ეკლესიის ავტორიტეტის შერყევას ყველაზე რთულ დროს ცდილობს. მიზნის მიღწევის შემთხვევაში კი რადიკალები უცხოელი პატრონების ინტერესების გატარებას მარტივად შეძლებენ. ქართულ ოცნებაში უახლოეს წარსულსაც იხსენებენ და განმარტავენ, რომ რადიკალური ძალები მაღალი ნდობისა და ავტორიტეტის მქონე ეკლესიას თავს სისტემატიურად ესხმიან და მის დაზიანებას უშედეგოდ წლებიად ცდილობენ. ყოველთვის საქართველოს ეკლესია იყო მის თავდასხმის ობიექტი. მისი და მისი პოლიტიკური ჯგუფის, გულისხმობ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, ისინი ყოველთვის ეწინააღმდეგებოდნენ ყველაფერს, მათ შორის ეკლესიას, მაგრამ ყველაფერს, რომელიც დაკავშირებული იყო საქართველოს კულტურასთან, იდენტობასთან და მათ შორის ეკლესიასთანაც. ეკლესია განასახიერებს სწორედ ყველაფერს იმ ქართულს, რაც მემკვიდრეობას, რომელსაც აქვს მრავალსაუკუნოვანი საფუძვლები და არის ასევე საზოგადოების მხრიდან ძალიან დიდი მხარდაჭერა ეკლესიის მხრიდან და სწორედ ეს ამას ემსახურება ეს თავდასხმები, რომ მაქსიმალურად დისკრედიტაცია მოახდინონ ეკლესიის წარმომადგენლების იმისთვის, რომ უფრო მარტივად შეძლონ საზოგადოების მანიპულირება სხვადასხვა თემებთან დაკავშირებით. ამჯერად იყენებენ ესეთ ძალიან მნიშვნელოვან პროცესს, რასაც ქვია პატრიარქის შერჩევა, გამორჩევა მეუფეებისგან და ცდილობენ, რომ იმ დროს, როდესაც ეკლესია ყველაზე მოწყვლადია, იმ დროს, როდესაც ეკლესია გადის ესეთ მნიშვნელოვან ცვლილებას, აი ამ დროს ყველაზე მტკივნეულ დროს შეურაცხონ ეკლესია. ძალიან კარგად იცის მეხუთე კოლონის გამორჩეულმა ლიდერმა საქართველოში მიხეილ სააკაშვილმა, რომ სწორედ ეკლესია სანამ არის ძლიერი და ღირებულებები, სულიერი ღირებულებები არის მაღალ თამასაზე, რა თქმა უნდა, არანაირი შანსი უცხოურ ძალებს და უცხოურ ჩარევას საქართველოში, რომ ისევ პროქსი ქვეყნად აქციონ ჩვენი ქვეყანა და საკუთარი ინტერესი გაატარონ არა აქვს. მის საქმიანობას რო გადახედოთ, ნახავთ, რომ ის მუდმივად ანტიქართული, ანტიეკლესიური ქცევებით, ქმედებებით და ნაბიჯებით გამოირჩეოდა. დღესაც ის ცხადია საკუთარ ტრადიციას არ ღალატობს და რაღაც ცდილობს არარსებული, თითიდან გამოწვეული მიზეზებით პროცესს, რომელიც მნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისთვის და არა მხოლოდ ეკლესიისთვის, ახალი პატრიარქის არჩევას გულისხმობ, მას უწოდოს რუსული, შებრალოს ეს პროცესი, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს ცალკეული საკითხები. ეს არის მისი სახე, კიდევ ერთი დასტური, რას ნიშნავს იყო უცხო ქვეყნის აგენტი საკუთარ ქვეყანაში, სამწუხარო მოცემულობა, რომ ეს ადამიანი ოდესღაც იყო ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი.
ილია მეორის ეკლესიისა და მოსაყდრის მეუფე შიოს წინააღმდეგ რეპუტაციის დაზიანების მიზნით კამპანიები წლებია მიმდინარეობს. რადიკალები მოსახლეობის განწყობებით მანიპულირებას და ანტიეკლესიური ნარატივის გავრცელებას სხვადასხვა სახის დეზინფორმაციებით უკვე წლებია ცდილობენ, თუმცა ეკლესიის ავტორიტეტის შელახვა ვერ მოახერხეს. კიდევ ერთი ანტიეროვნული გზავნილი სააკაშვილისგან ეკლესიის წინააღმდეგ თავდასხმამდე მშავდებულმა ექს-პრეზიდენტმა ეროვნული გმირის სახელით პოლიტიკური ქულების დაწერა სცადა. მიხეილ სააკაშვილმა გიორგი ანწუხელიძის სახელი შიდა ოპოზიციურ დაპირისპირებაში გამოიყენა და სამშობლოსთვის გმირის თავგანწირვა მის გამოგაღებულ მსხვერპლად წარმოაჩინა. ეროვნული გმირის სახელით სპეკულაცია სააკაშვილის მხრიდან პირველი შემთხვევა არ არის. ანწუხელიძის გმირობის დაკნინება მიუღებელი და ამორალურია მმართველი გუნდისთვის, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც 2008 წელს განვითარებული მძიმე მოვლენები ქართული ოცნების წევრების განცხადებით სწორედ სააკაშვილის ანტისახელმწიფოებრივმა ქმედებებმა გამოიწვია. დეტალებით ანა შანიძე. ერთსა და იმავე დღეს ეკლესიასაც დაესხა თავს და ეროვნულ ღირებულებებსაც. მიხეილ სააკაშვილმა პოლიტიკურ ბრძოლაში ქულების დასაწერად გიორგი ანწუხელიძის სახელის გამოყენება გადაწყვიტა. შეეძლო კრიტიკოსებისთვის პასუხი სხვაგვარად გაეცა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტისთვის პოლიტიკური მიზნების მიღწევის გზა გმირის სახელის დაკნინებაზე გადის. გაიხსენეთ თუ რა საიძულებდნენ მას, როცა აწამებდნენ, ეუბნებოდნენ შიაგინე მიშას და ანწუხელიძემ უარი თქვა ამის გაკეთებაზე. ეს პოსტი მარტო ქოცებს არ ეხებათ, არამედ იმ ხელმოცარულ ოპოზიციონერებსაც, რომლებიც აქტიურად ასრულებენ შიაგინე მიშას მისიას. ალვანელმა გმირმა სიკვდილის მუქარის ქვეშაც არ იკადრა ის, რასაც ახლა ესენი დიდი აზარტით და განცხრომით აკეთებენ. რატომ ახლა? იმედი ჰქონდათ, რომ ხალხი დამივიწყებდა და ახლა როცა ამან არ გაჭრა და პირიქით ხდება, თვითონ გადმოვიდნენ შეტევაზე და თან წყინთ პასუხს რატომ გცემსო? რატომ არ ითმეს ჩვენს ნაძირლობასო? სამშობლოსთვის გაწირული სიცოცხლის საკუთარ ერთგულებად მისაკუთრების მცდელობა სააკაშვილს აქამდეც ჰქონია. მათ შორის პოლიტიკური დემაგოგიისთვის ეროვნული გმირის სახელი დაუკნინებია დაკავებამდეც და მსჯავრდებული სტატუსის შემდეგაც. ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე კი გიორგი ანწუხელიძის ფოტოებიც გამოიყენა. თქვა, რომ ეროვნულ გმირს მხოლოდ მის შეურაცხყოფას თხოვდნენ და გადარჩებოდა ეს ბრძანება რომ შეესრულებინა. ერთ რამეს ხონდა მხოლოდ მიშა სააკაშვილს შეაგინო. რამდენიმე წუთის განმავლობაში რუსები და ოსი ნაწილები მეტავის შევეგინებიათ და მეტავი ამას დაიხსნა მისი სიცოცხლე. ცოცხალი ნამდვილად იქნებოდა, რომ არა 2008 წლის აგვისტოს ომი. ერთ-ერთი შეტაკების შემდეგ ტყვედ ჩავარდნილი სერჟანტის წამების კადრების შემზარავია. მტრის მიწაზე დაჩოქებაზეც უარი თქვა და სახელმწიფო სიმბოლოს დროშის შეურაცხყოფაზეც. გიორგი ანწუხელიძე თანამედროვე ისტორიაში თავგანწირვისა და ეროვნული ღირსების სიმბოლოდ მარადიულად დარჩა. თუმცა ნაციონალურ მოძრაობაში რატომღაც ფიქრობენ, რომ გმირის სახელის უკდავყოფას დამატებით სააკაშვილის დახმარებაც სჭირდებოდა. საქართველოს გამოაწამეს გიორგი ანწუხელიძე და ამაზე მიხეილ სააკაშვილს რა თქმა უნდა აქვს ინფორმაცია და გიორგი ანწუხელიძის ოჯახსაც გვერდში ედგა და გიორგი ანწუხელიძის სახელის უკდავსაყოფად ბევრი საქმე აქვს გაკეთებული მიხეილ სააკაშვილს. გიორგი ანწუხელიძის გმირობის დაკნინება და მისი სახელით სპეკულირება ამორალურია სახელმწიფო გუნდისთვის. მით უფრო იმ ფონზე, როდესაც მმართველი პარტიის წევრების შეფასებით 2008 წელს განვითარებული მძიმე მოვლენები სწორედ სააკაშვილის ანტისახელმწიფოებრივმა ქმედებებმა გამოიწვია. მან თავი შეწირა თავის ქვეყანას, თავის ოჯახს, ჩვენ ოჯახებს და ზოგადად საქართველოს. ეს უნდა გვახსოვდეს ყველას და ამით სპეკულირება მისი სახელით. რომ მან მიშას არ შეაგინა და იმიტომ აწამეს, ეს არის უზნეობის პიკი დანაშაულია ქვეყნის წინაშე, როცა აი ამ გმირების სახელით არათუ სპეკულირებ, არამედ რაღაც კონსპირაციულ საქმეებს ეწევ ისეც, რომელმაც განაპირობა ამ გმირების დაღუპვა და მიატოვეს ბრძოლის ველზე. ცხედრები მიატოვეს ბრძოლის ველზე. არანაირი მორალური უფლება არ აქვთ, რომ ანწუხელიძე ახსენონ. პირველ რიგში იმიტომ, რომ ჩვენ გვახსოვს, თუ ვინმე მიატოვა ანწუხელიძე და ანწუხელიძეები აი იმ ომში, ეს იყო პირველ რიგში სააკაშვილი და ის რეჟიმი, რომელმაც სწორედ აი ის კონფლიქტი მოუტანა ჩვენ ქვეყანას, რომლის შედეგებსაც დღესაც ვიმკით. ამ განცხადებითაც საკუთარ ამორალურობას უსვამს ხას
პატიმარის სააკაშვილი. ანწუხელიძე შეეწირა საქართველოს და ჩვენს ღირსებას და თავის თავზე როცა უნდა ამ ყველაფრის მიწერა კიდევ უფრო გვაჩვენებს მის აი ამ ეგოცენტრის, რომელიც ნამდვილად დამღუპელი უნდა ყოფილიყო საქართველოსთვის, მაგრამ დამღუპელი საბოლოო ჯამში აღმოჩნდება, რა თქმა უნდა, პატიმარი სააკაშვილისთვის. მიხეილ სააკაშვილს არანაირი უფლება არ აქვს ახსენოს ჩვენი ქვეყნის გმირები, რამე თუ მისი ქმედება, მისი საქციელი, მის მიერ გადადგმული ნაბიჯები იმდენად ანტიქართული, ანტიეროვნული იყო და იმდენად მძიმე შედეგები გამოიწვია, რომ ამ ჭრილში რაიმე ფორმით გმირების ხსენება, გმირებზე დაყრდნობა და ამით საკუთარი მოსაზრების თქმა და გამოხატვა არის ამორალური. გმირების დაკნინება და დამნაშავეების გმირად წარმოჩენა ნაცოპოზიციის ტრადიციებშია, თუმცა როდესაც უახლესი ისტორიის გმირობის ამბის შენებურად გადაწერას ცდილობ, ეს უკვე მორალური დიაგნოზია. ეგრეთ წოდებული ოპოზიციური ალიანსის მიერ დაანონსებული ეგრეთ წოდებული ეროვნული მობილიზაცია კრახით დასრულდა ქუთაისში, ბათუმსა და ფოთში. 3 ჩავარდნილი შეხვედრის შემდეგ ნაცოპოზიციამ ისევ შესვენება გამოაცხადა. დახურულ ფორმატში საკუთარ მცირე რიცხოვან პარტაქტივთან საუნურმა საუბრებმა კი მმართველი გუნდისთვის კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მათ ოპონენტებს ქართველი ხალხის მხარდაჭერა არ აქვს. ოპოზიციის მძიმე მდგომარეობას ემატება ისიც, რომ 2 თვის წინ შექმნილი გაერთიანება უკვე დაშლის პირასაა. კლანებს შორის დაპირისპირება სულ უფრო მწვავდება. დეტალებით ნანუკა წითელშვილი. ჩვენ ამ შემთხვევაში სხვა კონკრეტული მონახაზი ქონდა ამ პერიოდისთვის. ნაციონალური მოძრაობის ამ მონახაზში ეგრეთ წოდებულ ოპოზიციურ ალიანსთან ერთად რეგიონული ტურნე ვერც ერთხელ აღმოჩნდა. სანაცვლოდ სააკაშვილის პარტიის გეგმებშია გაერთიანების სხვა წევრებთან დაპირისპირება. მოქმედმა ნაციონალებმა ყოფილებს დღეს კიდევ ერთხელ შეუთვალეს, რომ დატოვებენ თუ არა ალიანსს, ეს მათი გადასაწყვეტია და სურვილის შემთხვევაში განზრახვა სისრულეში თავადვე მოიყვანენ. ვინ რას გაცხადებას აკეთებს, ახლა ჩვენ სახელით მაინც ვერ გააკეთებთ, ჩვენ არ ვაპირებთ ალიანსის დატოვებას, როცა გვექნება განსხვავებული აზრი, ამაზე აუცილებლად არ ასე ვთქვათ, ავიკითხებით ხოლმე სხვებს. სხვებისთვის კი ნაციონალური მოძრაობა ალიანსიდან უკვე გარიცხულია. ყოველ შემთხვევაში ამ მომენტისთვის რეგიონულ ტურნეში მყოფი ყოფილი ნაციონალები, რომლებიც ძლივს ახერხებენ 50-მდე პარტიის წევრის მობილიზებას, სააკაშვილის პარტიას ადანაშაულებენ, რომ გაერთიანების მიღმა თავად პოზიციონირდა. მიშამ თვითონ თქვა ხო რომ მე არ მოვიხმევ თავზე არავის წესებს და სხვებსაც ურჩევ რომ ეგრე არიანო და ეს განცხადება სრულიად შეუთავსებელია ალიანსში ყოფნასთან. ვინც აი ამ შეთანხმებას უპირისპირებდა არ უღებს და სამწუხაროდ ეს არის სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობა თვითონ აყენებს ამ შეთანხმების მიღმა თავს. ამ მომენტისთვის თავად დააყენეს ამ ალიანსის მიღმა თავი ამ თავის საქციელში. სააკაშვილი ბოკერია გვარამიას ალიანსის ახლანდელი მოცემულობა ასეთია: ორად გაყოფილი ერთი ნაწილი რეგიონში ტურნეს მართავს და 50-მდე მხარდამჭერის მობილიზება უჭერს, მეორე ნაწილი კი მუდამ თავდასხმის რეჟიმშია. ეგრეთ წოდებული გაერთიანებული ოპოზიციის სასოწარკვეთილი მდგომარეობა არ უკვირთ ხალხის ძალაში. პარტიაში ამბობენ, რომ სააკაშვილი ბოკერია გვარამიას ალიანსს საზოგადოებამ განაჩენი 2012 წელს უკვე გამოუტანა. მათ პოლიტიკური ბედი საზოგადოებამ 2012 წელს მათი წარსულის გამო გაუწერა და ეს არის დაშლა შეერთება მათი ტაქტიკური ნაწილი, ხან შეერთებიან, ხან ფანჩატურ შექმნიან, ხან ერთიანდებიან. მაგრამ საზოგადოების თვალში ისინი ერთნი არიან, ეს არის ნაციონალური მოძრაობა. ეგრეთ წოდებული ოპოზიციური ალიანსის ერთმანეთთან დაპირისპირება და ჩავარდნილი რეგიონალური ტურნე მმართველი გუნდისთვის კიდევ ერთი დასტურია, რომ სააკაშვილი ბოკერია გვარამიას გაერთიანებას პოლიტიკური მომავალი არ გააჩნია. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების განცხადებით ფასადურმა შეხვედრებმა კიდევ ერთხელ ცხადყო ის, რომ რადიკალებს ხალხთან საუბრის რესურსი არ გააჩნიათ. ამ რადიკალურ ჯგუფებს მხოლოდ ორი რამ ბრჭყალებში აერთიანებს. ერთი ეს არის საერთო პატრონების დავალებები, რომელსაც მორჩილად და უსიტყვოდ ასრულებენ და მეორე არის ის სიძულვილი და დაპირისპირება, რომელიც ერთმანეთში მათ წლების განმავლობაში გააჩნიათ. ერთმანეთთან რაც არ უნდა ბოროტი ერით ისაუბრონ, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მათი გეგმა მიზანი არის ერთი. დღეს ეჯიბრებიან ერთმანეთს, ვის უფრო მეტი რესურსი გააჩნია დააზიანოს საკუთარი ქვეყანა. ჩხუბი და დავიდარება აქედან არის გამოწვეული. რადიკალურ ოპოზიციას არანაირი ნდობა არ გააჩნია საზოგადოების მხრიდან. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ეს ჩვენმა საზოგადოებამ და თვითონ რადიკალებმაც კარგად იციან. ამიტომ ახლა ეს ფასადური სურვილი რომ რაღაც იარონ საზოგადოებაში და თავის დესტრუქციული შეხედულებები გააცნონ, ფიასკოზე რო არის განწირული, ეს თვითონაც გადასარევად იციან.
2 თვის წინ შექმნილი გაერთიანება ისევ დაშლის პირას. არეგიონულ ტურნეში 3 ჩავარდნილი შეკრებისა და რამდენიმე პარტაქტივთან შეხვედრის შემდეგ ნაც ოპოზიციამ შესვენება გამოაცხადა. სწორედ ამიტომ სააკაშვილი-ბოკერია გვარამიას ალიანსის გარშემო შექმნილი მდგომარეობა მეტყველებს მხოლოდ ერთზე. ოპოზიცია კვლავ მძიმე მდგომარეობაშია. დღეიდან სრულად ამოქმედდა კანონი, რომლის მიხედვითაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს გიდებად, ტაქსის მძღოლებად და მიტანის სერვისის კურიერებად მუშაობა ეკრძალებათ. ქვეყნის მასშტაბით მონიტორინგს შინაგან საქმეთა სამინისტრო და ჯანდაცვის შრომის ინსპექციის სამსახური განახორციელებს. დარღვევის პირველი შემთხვევა როგორც დამსაქმებლის, ასევე დასაქმებულის დაჯარიმებას ითვალისწინებს, განმეორების შემთხვევაში კი უცხო ქვეყნის მოქალაქის საქართველოდან გაძევებას. კანონის მიზანია შრომითი ბაზრის დარეგულირება საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ. საულმე გობრონიძე კი ამბობთ. მეტად განვითარდება, მეტად ბევრი ახალგაზრდა დასაქმებდა. ქვეყნისა და ხალხისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი ნაბიჯი, ასე აფასებენ მოქალაქეები პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით ამოქმედებულ რეგულაციებს, რომლის თანახმადაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კურიერებად, გიდებად და ტაქსის მძღოლებად მუშაობა აეკრძალათ. კანონი დღეიდან სრულად ამოქმედდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო და ჯანდაცვის შრომის ინსპექციის სამსახური კი ქვეყნის მასშტაბით მონიტორინგს იწყებს. ისინი, ვინც ამ პროფესიაში თავად არიან დასაქმებული და სფეროებს კარგად იცნობენ, ამბობენ, რომ შრომითი ბაზრის ამ მიმართულებით მოწესრიგება დროული და საჭირო იყო. რეგულაციებმა კი მათთვის კონკრეტული შედეგები უკვე მოიტანა. დიდი თავისი არსით არის ზოგადად ჩვენ როგორც მოიხსენიებთ ხოლმე ქვეყნის ელჩი და მნიშვნელოვანია რომ უცხოელი ვიზიტორებისთვის ადგილობრივი კულტურის ღირსშესანიშნაობების და ისტორიის გაცნობა მოახდინოს ადგილობრივმა წარმომადგენელმა. მოხარულები ვართ რომ მიეცემათ იმის შესაძლებლობა ადგილობრივებს რომ მაქსიმალურად აითვისონ აქტიურ ტურისტულ სეზონზე ტურისტული ნაკადები. ნამდვილად გადაწყვეტილება ძალიან კარგი არის რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს უფლება თუ დასახლებულია მათ შემთხვევაში შეიძლება. უფრო მეტი შეკვეთები გვექნება და რავი, წინ წავალთ ანუ და უფრო უკეთეს იქნება, მოხმარებლებიც ძალიან ბევრი იქნება. საქართველოში 1 მარტიდან მუშაობა აეკრძალა ყველა იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც მუდმივი ბინადრობის უფლება არ აქვს. იმისათვის, რომ უცხოელი კანონიერად დასაქმდეს, მათ შორის დისტანციურად შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვება სჭირდება. განაცხადეს შევსებისას უნდა ფლობდეს შრომითი ბინადრობის ნებართვას D1 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზას ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ რომელიმე სხვა სახის ბინადრობის ნებართვას. ბიზნესი კი ვალდებულია უცხო ქვეყნის მოქალაქის დასაქმებამდე ვაკანსია მინიმუმ 10 სამუშაო დღით ადრე განათავსოს. შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში. თუ ვაკანსიაზე ამ დროში ადგილობრივი კადრი ვერ მოიძებნა, მხოლოდ ამის შემდეგ ეძლევა ნებართვად დამსაქმებელს უცხო ქვეყნის მოქალაქის დასაქმების. სამუშაო ნებართვებს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო გასცემს. კანონი საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით მომზადდა. პირველ ეტაპზე კანონდარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას როგორც დამსაქმებლის, ისე დასაქმებულის განმეორებით შემთხვევაში კი ქვეყნიდან გაძევებას. ხელისუფლებამ ეს არაერთხელ ღიად განაცხადა, რომ მისთვის არის პრიორიტეტი საკუთარი მოქალაქეების დასაქმება. როდესაც საუბრობთ, რომ იქ სადაც საქართველოში არსებული შრომითი რესურსი არის საკმარისი კონკრეტულ სფეროში დასაქმებისთვის, რა თქმა უნდა, იქ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ რაღაცნაირად შეიქმნა სისტემა, რომლითაც შესაძლებელი იქნება ქართველ მუშახელს, საქართველოს მოქალაქის, რომელსაც აქვს დასაქმების პოტენციალი, სურვილი ეს თუ არ იქნა ხელის შემშლელი ბიზნესისთვის, ბუნებრივია მას უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი. ამიტომ ვფიქრობ, რომ აი დღევანდელ დღეს, როდესაც ძალაში შევიდა ის ნორმა, რომლითაც მაგალითად იმ სექტორში, სადაც აბსოლუტურად თავისუფლად კონკურენტულ მომსახურების გაწევა შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები, იქ დიახ, რა თქმა უნდა არსებობდეს შესაძლებლობა. საქართველოს მოქალაქეები ფაქტიურად იყვნენ გამოდევნილი სხვადასხვა პროფესიებიდან და მასობრივად მათ ადგილს იკავებდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები. ეს ტენდენციები თვალშისაცემი იყო და ყველამ უნდა იცოდეს, რომ საქართველოს თავრობის, საქართველოს ხელისუფლების მიზანი არის საქართველოს კონსტიტუციიდან გამომდინარე, კონსტიტუციური დათქმებიდან გამომდინარე, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების უფლებების დაცვა, მათ შორის შრომითი უფლებების დაცვა. კანონი მსოფლიო გამოწვევასთან არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლისთვის გადადგმული კიდევ ერთი ეფექტური ნაბიჯია. მიზანი მარტივი და მკაფიო. უცხოელი მოქალაქეები დასაქმდნენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ იზღუდება ადგილობრივი მუშახელის ინტერესები. ამასთან ეს რეგულაცია ხელს უწყობს არალეგალური დასაქმების შემცირებას. მოსახლეობის რეაქცია მმართველი გუნდისთვის ზუსტად ასახავს საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ამ ნაბიჯის მთავარ მიზანსაც, რომ საქართველოში პირველ რიგში საქართველოს მოქალაქეების შრომითი ინტერესები იყოს დაცული.
ბევრი თვის განმავლობაში იყო უკმაყოფილება საზოგადოების ჩვენი მოქალაქეების მხრიდან, გარკვეული ჯგუფების მხრიდან, რომლებიც ამ სფეროებში მუშაობენ და რა თქმა უნდა ჩვენ გავითვალისწინეთ ეს უკმაყოფილება, ეს სურვილები და ისეთი ფორმით შევეცადეთ ამ სფეროების დარეგულირება, რომ ერთის მხრივ ეკონომიკის ეს მიმართულებები იყოს აქტიური, ჯანსაღი, მუშაობდეს, ვითარდებოდეს, მაგრამ მეორე მხრივ რა თქმა უნდა იყოს დაცული როგორც საქართველოს მოქალაქეების ინტერესები, ასევე ზოგადად უსაფრთხოების ინტერესები. მნიშვნელოვანია რომ შრომით ბაზარი პირველ რიგში რა თქმა უნდა საქართველოს მოქალაქეებისთვის იყოს შესაბამისად იმ შესაძლებლობებით სავსე რომ მათ საფრთხე თავის რეალიზება მოახდინონ, ამიტომ ბუნებრივია სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება შექმნა შესაბამისი პირობები ამ მოცემულობის განსახორციელებლად, სწორედ ამიტომაც იყო სათანადო ცვლილებების შეტანილი კანონში, რაც ბუნებრივია პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეების ინტერესებისთვის არის გათვალისწინებული. უკონტროლო მიგრაციას, რომელიც დღეს თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად იქცა და მისი მძიმე შედეგები განსაკუთრებით ევროპულ ქვეყნებში ჩანს, საქართველოს ხელისუფლება გამკაცრებულ მიგრაციულ კანონმდებლობას და აღსრულების მექანიზმებს უპირისპირებს. სწორედ ამის ნაწილია პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება და ამ მიმართულებით შრომითი ბაზრის მოწესრიგება. საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია დღეიდან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები ძალში შევიდა. ჯარიმები იზრდება როგორც სიჩქარისა და მანევრირების წესების დარღვევის, ასევე უსაფრთხოების ღვედის, მობილურის გამოყენებისა და დგომა-გაჩერების წესების უგულვებელყოფის შემთხვევაში. რეგულაციების გამკაცრება საგზაო შემთხვევების შედეგად გამოწვეულმა სიკვდილიანობამ და დაშავებულთა რაოდენობის მზარდმა სტატისტიკამ განაპირობა. უფრო ვრცლად, რას მოიცავს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, დეტალებს მარიამ ნებიერიძე მოგიყვებით. სიჩქარის გადაჭარბება, მანევრირების წესების დარღვევა, უსაფრთხოების ღვედის გარეშე გადაადგილება და ავტომობილის მართვის დროს მობილურით სარგებლობა. ეს იმ საგზაო უსაფრთხოების წესების დარღვევის არასრული ჩამონათვალია, რომელზეც კანონი გამკაცრდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები პასუხია იმ მძიმე სტატისტიკაზე, რომელიც ბოლო წლებში ქვეყანაში ფიქსირდება. ახალ სამართალ დარღვევად განისაზღვრა ტროტუარზე დგომა, გაჩერება და მოძრაობა. დგომა-გაჩერება გამოიწვევს დაჯარიმებას, ხოლო ტროტუარზე მოძრაობისთვის გათვალისწინებულია როგორც ჯარიმა, ასევე ქულათა შემცირება, მკაცრდება სანქციები ეგრეთ წოდებულ დრიფტზეც. დარღვევის შემთხვევაში მძღოლს დაეკისრება 500 ლარიანი ჯარიმა და მართვის უფლების 6 თვით შეჩერება, ხოლო განმეორებით მსგავსი დარღვევა, რომელსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან გამოიწვია საცობი დამრღვევი პირი, 300 ლარის ოდენობით დაჯარიმდება, შეუმცირდება მართვის მოწმობაზე 30 ქულაც. ცვლილებების მიზანია საგზაო უსაფრთხოების წესების გამკაცრება და ყველაზე გავრცელებულ დარღვევებზე პასუხისმგებლობის გაზრდა. ცვლილება შეეხება სიჩქარის გადაჭარბებას, მანევრირების წესის დარღვევას და სხვადასხვა კონკრეტულ სამართალდარღვევებს, რომელთა ანალიზის შედეგად დადასტურდა, რომ აღნიშნული სამართალდარღვევები ყველაზე მეტად იწვევდა გზებზე ავტოსაგზაო შემთხვევებს. ჩვენ მოუწოდებთ თითოეულ მძღოლს დაიცვან საგზაო მოძრაობის წესები. განისაზღვრა მოძრაობის წესების დარღვევის შემთხვევაში ჯარიმის ზუსტი ოდენობაც. 50 ლარიანი ჯარიმა გათვალისწინებულია უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობისა და ავტომობილის მართვის დროს მობილურით სარგებლობისთვის. 50-დან 100 ლარამდე იზრდება ჯარიმა სიჩქარის გადაჭარბების შემთხვევაში. 500 ლარიანი ჯარიმა კი გათვალისწინებულია ეგრეთ წოდებული სახიფათო მართვის, მათ შორის დრიფტის შემთხვევებზე, რასაც შეუძლია მართვის უფლების შეჩერებაც დაემატოს. წესრიგდება ბასლაინების გამოყენებაც დარღვევის შემთხვევაში მძღოლები არა მხოლოდ დაჯარიმდებიან, არამედ მართვის მოწმობაზე ქულებიც შეუმცირდებათ. საგზაო მოძრაობის უზრუნველყოფის მიზნით საპატრულო პოლიციის თითოეული ეკიპაჟი 24 საათის განმავლობაში ახდენს პატრულირებას როგორც ქალაქ თბილისში, ასევე რეგიონების მასშტაბით. არაერთი გატარებული ღონისძიების მიუხედავად, რიცხვი გარდაცვლილ და დაშავებული მოქალაქეებისა გვაქვს საკმაოდ დიდი საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის დროს, რამაც განაპირობა კანონის გამკაცრება. მართველი გუნდი კანონში შესულ ცვლილებებს მხარს უჭერს და მას საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად აფასებს. ცვლილებების მიზანი არ არის მოქალაქეებისთვის დამატებითი ფინანსური ტვირთის შექმნა, არამედ გზებზე წესრიგის უზრუნველყოფა და ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია, რაც საბოლოოდ მოქალაქეთა სიცოცხლის დაცვას ემსახურება. მნიშვნელოვანი არის, როდესაც საგზაო უსაფრთხოებას ეხება საუბარი პრევენციის მიზნით, ასევე ადეკვატური და პროპორციული ჯარიმები არსებობდეს ამ მიმართულებით, ვინაიდან გადაჭარბებულ
სიჩქარის მოძრაობის წესების დარღვევას ფატალური შედეგები მოჰყავს მათ შორის. აქ იმაზე არ არის საუბარი, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი დააჯარიმოს სახელმწიფომ და სადმე რაღაცა იპოვოს ვინმე რომ დააჯარიმოს, აქ საუბარია იმაზე, რომ ადამიანის ქცევა შეიცვალოს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ პრევენციულ რეჟიმში რაღაცნაირად ჩვენ შევძლოთ ამ ძიმე სტატისტიკის შემცირება. შინაგან საქმეთა სამინისტრო მძღოლებს საგზაო მოძრაობის წესების დაცვისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ დარღვევის თითოეულ ფაქტზე შესაბამისი რეაგირება იქნება. პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დადგენილება გამოსცა განისაზღვრა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის უფლებამოსილებები. თანამდებობა შექმნილია სამართალდამცავ ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების, ერთობლივი ოპერაციების დაგეგმვის ხელშეწყობის, ინფორმაციის გაცვლის სტანდარტების დანერგვის, ასევე მათი საქმიანობის ეფექტიანობის შეფასებისა და პრობლემური მიმართულებების იდენტიფიცირების, ასევე კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებში მთავრობის პროკურატურასთან, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და სასამართლო ხელისუფლებასთან კოორდინაცია კომუნიკაციის მიზნით. დადგენილებაში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო მინისტრი მხარს უჭერს პრემიერ-მინისტრის მიერ ეროვნული ინტერესებისთვის შემცველი კრიზისული ვითარების პოლიტიკურ დონეზე მართვას. სახელმწიფო მინისტრის საქმიანობის მატერიალურ, ტექნიკურ და ორგანიზებულ უზრუნველყოფას და ამ დადგენილებით გათვალისწინებულ სახელმწიფო მინისტრის უფლება მოსილების განხორციელების ხელშეწყობას მთავრობის ადმინისტრაცია ახორციელებს. ახალი მეცნიერული აღმოჩენა, რომელიც ჩვენს ქვეყანას კიდევ ერთ მნიშვნელოვან სტატუსს ძენს, ღვინის კულტურის უძველესი კერის გარდა საქართველოს პურის ხორბლის წარმოშობის უძველესი კერაა. ახალი აღმოჩენა ადასტურებს, რომ საქართველოს ტერიტორია უძველესი დროიდან მიწათმოქმედების განვითარების ცენტრს წარმოადგენდა და დღეისთვის ერთადერთი ადგილია მსოფლიოში, სადაც 8000 წლის წინანდელი პურის და ღვინის კვალი დოკუმენტურად დადასტურდა. კვლევის პრეზენტაცია დღეს ეროვნულ მუზეუმში გაიმართა. დეტალებს მარიამ რატიანი გიამბობთ. ალიზის აგურის ამ ფრაგმენტმა სამეცნიერო რუკაზე საქართველოს უმნიშვნელოვანესი ადგილი კიდევ ერთხელ დაუმკვიდრა. ეს არტეფაქტები ახლა უკვე ოფიციალურად ადასტურებს, რომ ჩვენი ქვეყანა ღვინოსთან ერთად პურის წარმოშობის ერთ-ერთი უძველესი კერაა. საერთაშორისო მნიშვნელობის კვლევა ქართველმა მეცნიერებმა უცხოელ კოლეგებთან ერთად აწარმოეს და საქართველოს მსოფლიო პრესის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოაქციეს. კვლევის შედეგებს საერთაშორისო მაღალ რეიტინგული და გავლენიანი სამეცნიერო გამოცემები აქტიურად აქვეყნებენ და არტეფაქტს კაცობრიობის ყველაზე მნიშვნელოვან ხორბალს უწოდებენ. უცხოურ მედიაში აღნიშნავენ, რომ სამეცნიერო დასკვნამ შესაძლოა უძველესი სოფლის მეურნეობის კვალამდეც მიგვიყვანოს. კვლევის შედეგების პრეზენტაცია დღეს ეროვნულ მუზეუმში გაიმართა, სადაც დავით ლორთქიფანიძემ აღმოჩენის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი კიდევ ერთხელ გაუსვა, რომ 8000 წლის წინ საქართველოს ინოვაციური მიწათმოქმედების უმნიშვნელოვანესი კერა იყო. ეს გახლავთ, მე ვიტყოდი უკვე შტამპი იმისა, რომ 8000 წლის წინ საქართველოში იყო უკვე რბილი ხორბალი, რომელიც არის უკვე მოშინაურებული და ეს არის სამეცნიერო საზოგადოების მიერ აღიარებული. ის რომ საქართველოს პურისა და ღვინის, ანუ ადამიანის კულტურული ფუნდამენტების სამშობლოა, განვითარების აქამდე უცნობ ეტაპებზე მიგვითითებს და მოწმობს, რომ ჩვენმა წინაპრებმა ადრეული სოფლის მეურნეობის ჩამოყალიბებაში უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშეს. აღმოჩენა არა მხოლოდ ისტორიული თვალსაზრისით, არამედ ქვეყნის განვითარების სამომავლო პერსპექტივების კუთხითაც საგულისხმოა. დღეს ძალიან დიდი დღეა ნამდვილად, არა მხოლოდ სამეცნიერო საზოგადოებისთვის და ულოცავ მთელ საქართველოს ჩვენ ეს ნამდვილად ასობით წლის მანძილზე ვიცოდით, მაგრამ ამის დადასტურება სამეცნიერო დონეზე არის მსოფლიო დონის აღიარება, რასაც ნამდვილად ჩემ თავსაც, ჩემ ქვეყანასაც და ჩვენ ხალხსაც ულოცავ. რა თქმა უნდა, ეს ხელს შეუწყობს კიდევ უფრო მეტად განვითარდეს სოფლის მეურნეობაში, კონკრეტულ დღეს მიმართულება გაჩნდეს კიდევ ერთი საექსპორტო პროდუქტი, კიდევ ერთი შესაძლებლობა გახდეს ტურიზმისთვის დამატებითი ტურისტული ვიზიტულობის ცენტრის. ისტორიული აღმოჩენის მთავარი ეპიცენტრი შულავერის გორები იყო. არქეოლოგიურ ექსპედიციას სწორედ ის გუნდი ხელმძღვანელობდა, ვინც 2017 წელს საქართველოში პირველი ყურძნის ნაშთი აღმოაჩინა და ჩვენი ქვეყანა ღვინის სამშობლოდ ოფიციალურად აქცია. ნეოლითური ხანის ადრეულ ძეგლებზე დაახლოებით 20 წელია უკვე გათხრების ხელმძღვანელობ და ეტაპობრივად ხდებოდა გათხრების გაფართოება და აღმოჩენების, რა თქმა უნდა, სიმრავლე. და სწორედ ერთ-ერთი დამაგვირგვინებელი იყო ჯერ 2017 წელს პირველი ღვინის ნაშთის აღმოჩენა სწორედ ჩვენი ექსპედიციის თანამშრომლობით და ასევე სწორედ აი დღევანდელი პრეზენტაციის სწორედ იმის მაგალითია, რომ არქეოლოგია ყოველთვის არის დამხმარე
დისციპლინა, სწორედ სერიოზული სამეცნიერო აღმოჩენები. ხორბალმა გაიარა ევოლუციის საკმაოდ დიდი გზა, მარტივიდან რთულისკენ, ესე მარტივად რომ ვთქვათ, და ამ სახით, ანუ დასრულებული სახით რომ მივიღეთ, ეს ზუსტად მოხდა საქართველოს ტერიტორიაზე. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ქართულმა ხორბალმა საერთაშორისო ინტერესი გამოიწვია. ქართული ხორბლის კულტურა, ტრადიციები და რიტუალები იუნესკომ გასულ წელს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა. ცნობიერების ამაღლება და სექტორის განვითარება სადაზღვევო სექტორში პროფესიული დღე აღნიშნეს. საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით დაზღვევის კვირაული გამართა. სექტორის წარმომადგენლებმა სფეროს განვითარების გზებზე და მიღწეულ შედეგებზე იმსჯელეს. ღონისძიებაზე ყურადღება გამახვილდა პრიორიტეტულ საკითხებზე, მოქალაქეთა ინფორმირებულობის ზრდასა და მათი უფლებების შესახებ ცოდნის გაძლიერებაზე. ნინო სალუქვაძე კი ამბობთ. სადაზღვევო სექტორი ბოლო წლებში სტაბილურად მაღალ ზრდას აჩვენებს, რაც პირველი კვარტლის მონაცემებითაც დასტურდება. სექტორის ზრდა 18% შეადგინა. დაზღვევის კვირეულის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე სექტორის განვითარების სტრატეგია განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ისეთ პრიორიტეტულ საკითხებზე, როგორიცაა დაზღვევის შესახებ ცნობიერების ამაღლება, დაზღვევის პოპულარიზაციის მხარდაჭერა და მოქალაქეებისთვის მათი უფლებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. სადაზღვევო ბაზრის ძირითადი დინამიკის მიხედვით 2025 წლის შედეგებით მოზიდული მის მოცულობამ 1.4 მილიარდი ლარი შეადგინა. გასული 10 წლის განმავლობაში ორჯერ დაფიქსირდა ბაზრის გაორმაგება. ბაზრის მოცულობა კი 300%-ით გაიზარდა. ესეთი ზრდა ბევრ ქვეყანას არ აქვს, რა თქმა უნდა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ მთავარი მიმართულება, ასე ვთქვათ, წილი ამ ზრდაში უჭირავს ჯანმრთელობის დაზღვევას, არის 600 მილიონი ლარის, რომელიც ძალიან სერიოზული, სოლიდური ციფრია. მთლიანად 20-25 წლის შედეგი პოლისების გაყიდვით მთავარი მაჩვენებელი, ანუ შემოსავალი, ასე ვთქვათ, არის 1.410 მილიონი ლარი. ცხადია, არის კიდევ გარკვეული მიმართულებები, საიდანაც სექტორს შეუძლია გაზარდოს, გაიზარდოს, გაფართოვდეს. ამ სფეროში დასაქმებული ადამიანების ხელფასებიც მატულობს, ესეც უნდა აღვნიშნოთ. ბაზრის სტრუქტურის მონაცემებით სამედიცინო დაზღვევა კვლავ ლიდერობს ბაზრის 43%-იანი წილით. მომსახურებით ქვეყნის მოსახლეობის 21% სარგებლობს. მნიშვნელოვანი შედეგებია ავტოტრანსპორტის დაზღვევის მიმართულებით, რომელსაც ბაზრის 21% უჭირავს. მას მოჰყვება ქონების და სიცოცხლის დაზღვევის სახეობები. დიდი პოტენციალი გააჩნიათ დაზღვევის სხვა სახეობებსაც. მალე ამოქმედდება ავტომფლობელთა მესამე პირის პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა. კანონპროექტი უკვე მზადაა. ინდუსტრიის განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება სექტორის წარმომადგენლებმა და არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრეს. სადაზღვევო ურთიერთობების განვითარება, რომელიც არის საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა. იმიტომ რომ მაინც ჩვენი მოცვა დაზღვევით არის დაბალი და შესაბამისად დაცულობაც არის დაბალი. ეს არის მთავარი თემები, რომლებზეც ჩვენ მუშაობთ ყოველდღიურად. ბოლო და უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი, რომელიც მსოფლიოში არის წინაპირობა იმისი, რომ სწრაფად განვითარდეს სადაზღვევო ურთიერთობები, ეს არის სავალდებულო დაზღვევების ამოქმედება, რაც პრინციპში ბევრი წელია მზადდება. კიდევ უფრო უნდა გამარჯვებდეს სოფლის მეურნეობის კუთხით, გასდა დასახვეწია ჯანდაცვის სექტორი, ალბათ უნდა განხორციელდეს კერძო სახლების დაზღვევის კუთხით წინსვლა. ჩვენი მხრივ პარლამენტი ყველაფერს აკეთებს, რათა ჰარმონიზაცია მოხდეს ევროკავშირთან. დაზღვევის დღის აღნიშვნის ღონისძიებას დაესწრო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილმა აგროწარმოებაში დაზღვევის სისტემის მნიშვნელობაზე ისაუბრა. დაზღვევა არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ არამხოლოდ სექტორი, ჯამში ეკონომიკა განვითარდეს მდგრადად, იყოს გადაზღვეული რისკები, რომელიც რა თქმა უნდა შესაძლებლობას აძლევს ეკონომიკას კიდევ უფრო მეტად განვითარდეს. ამ შემთხვევაში აგროდაზღვევასთან მიმართებით უნდა ვთქვა და აღვნიშნო, რომ ყოველწლიურად იზრდება მსხვერპელთა რაოდენობა, ეს რაც ნიშნავს იმას, რომ ნდობა სადაზღვევო კომპანიების მიმართ მაღალი არის, თუმცა ამ მიმართულებით რა თქმა უნდა გვაქვს გამოწვევები, კიდევ უფრო მეტად არის სამუშაო ცნობიერების ამაღლების მიზნით, რადგან გადაზღვეული რისკები სოფლის მეურნეობაში აძლევს შესაძლებლობას, რომ სტაბილურად განვითარდეს სოფლის მეურნეობა, რაც რა თქმა უნდა იმის შესაძლებლობას ქმნის, რომ მეტი ინვესტიციები განხორციელდეს სოფლის მეურნეობაში.
დაზღვევის კვირეულის დასკვნით ღონისძიებას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, სადაზღვევო სექტორი, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, შრომის უსაფრთხო გარემო, განახლებული სახელფასო სისტემა, სოციალური ბენეფიტები და 2500-ზე მეტი დასაქმებული. ჭიათურის მაღაროების მმართველი კომპანია მუშაობის 1 წელს აჯამებს. გაუმჯობესებულია მანგანუმის წარმოების ფინანსური მაჩვენებლებიც. გაწერილია სამომავლო საქმიანობის გეგმა. კომპანიის მიზანია წარმოება კიდევ უფრო მომგებიანი გახდეს. ღონისძიებას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. სისტემურ სტუმრებმა აღნიშნეს, რომ 1 წლის წინ ხელოვნურად მართულმა პროცესებმა შედეგი არ გამოიღო და არსებული სურათი სწორმა დამოკიდებულებამ განაპირობა. ქეთი მამრიკიშვილი გიამბობთ. 2500-ზე მეტი დასაქმებული, განახლებული სახელფასო სისტემა და სოციალური ბენეფიტები, გადაჭარბებით შესრულებული გეგმა. ასეთია ჭიათურის მაღაროების მმართველი კომპანიის ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიის 1 წლიანი მუშაობის შედეგი. დღეს ჭიათურის კულტურის ცენტრში კომპანიის წლიური შედეგების პრეზენტაცია გაიმართა, სადაც განვითარების სტრატეგიაც წარადგინეს. ისაუბრეს ჭიათურაში წარმოების განახლების მიზნით განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგებზე და საწარმოს ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებზე. კომპანიის დირექტორის თქმით, საკმაოდ მძიმე 1 წლის შემდეგ კომპანია მოახერხა ვითარების დასტაბილურება, რისთვისაც ხელისუფლების წარმომადგენლებს, კომპანიის თანამშრომლებსა და ჭიათურლებს მადლობა გადაუხადა. ეს პერიოდი საკმაოდ რთული იყო და არაერთი გამოწვევის წინაშე დავდექით, თუმცა სწორი მართვისა და გუნდური მუშაობის შედეგად შევძელით მდგომარეობის გამოსწორება და სტაბილიზაცია. ჩვენ წარმატებით განვაახლეთ საწარმოს მუშაობა. ამჟამად ყველა თანამშრომელი მუშაობს სრულფასოვან რეჟიმში, წარსულში არსებული შეფერხებები და დარღვევები სრულად აღმოფხვრილია და კომპანია დღეს სრულად ფუნქციონირებს. კომპანია დაკომპლექტებულია კვალიფიციური კადრებით. თანამშრომლები სწორად არიან გადანაწილებული. აღდგენილია ხელფასების სისტემა და დანერგილია განახლებული ანაზღაურების მოდელი. დღეს მაღაროელები იღებენ გაუმჯობესებულ ანაზღაურებას, რომელიც მოიცავს დამატებით ბონუსებსა და სტიმულირებას, რაც მნიშვნელოვნად განსხვავდება წინა პირობებისგან. ჩვენი სამომავლო გეგმები გათვლილია როგორც 5 წლიან, ისე 10 წლიან პერიოდზე. 5 წლიანი გეგმა უკვე დეტალურად არის შემუშავებული და რეალურად ასახავს ჩვენს შესაძლებლობებსა და მიზნებს. 1 წლის წინ დაწყებული რეორგანიზაციის შედეგად ჭიათურაში სრულად განახლდა მიწისქვეშა წარმოება, ჩატარდა მაღაროების გადამაგრებითი და აღდგენითი სამუშაოები, შემოწმდა და მოწესრიგდა ცენტრალური განიავების სისტემა და სრულად აღდგა შრომის უსაფრთხო გარემო. რეორგანიზაციის ფარგლებში ჭიათურის საწარმოებში ჯამში 2510 ადამიანი დასაქმდა, დაინერგა განახლებული სახელფასო სისტემა. მაღაროებზე მოეწყო სამზარეულოები და სრულად განახლდა თანამშრომელთა კვების რაციონი. დღეს ჩვენ ამახაც მოვახდინეთ შეჯამება რეაბილიტაციის გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით, მივახციეთ ყველა იმ პარამეტრს, რომელიც გეგმაში ჰქონდა გაცხადებული და უფრო მეტიც დავდეთ 5+5, ანუ 10 წლიანი მუშაობის გეგმა, რომელსაც კომპანია მზად არის სამომავლოდ ჭიათურაში განახორციელოს. გამოწვევებით სავსეა, რა თქმა უნდა, ჩვენი წარმოება, თუმცა კომპანიას აქვს ხედვა ამ გამოწვევების ბრძოლის და პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს გამოწვევები, რომელიც დაძლეული არის ამ ეტაპზე, არის ერთობლივად მუშაობის შედეგი. ღონისძიებას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მათი შეფასებით ჭიათურის მუნიციპალიტეტი მნიშვნელოვანი ინდუსტრიული ცენტრია და დიდი წვლილი შეაქვს ქვეყნის ეკონომიკაში. შესაბამისად, მოხარულები არიან, რომ 1 წლის წინ ხელოვნურად მართულმა პროცესებმა შედეგი არ გამოიღო და სწორი მიდგომებით ვითარება დასტაბილურდა. გაამართლა, ერთმნიშვნელოვნად გაამართლა იმ მიდგომამ, რომელიც მათ შორის ხელისუფლების ინიციატივით, პროფკავშირების ჩართულობითა და ინიციატივით, დამსაქმებელის კომპანიის ჩართულობით, თვითონ ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით საბოლოო ჯამში გაჩნდა ის პლატფორმა, სადაც რეალურად შესაძლებელი გახდა, რომ ერთმანეთისთვის მოესმინა ყველა მხარეს და იმავდროულად მიღებული ყოფილიყო გადაწყვეტილებები, რომელიც აგვარიდებდა თავიდან იმ ძალიან დიდ პრობლემებს, რომელიც შეიძლება მოეტანა ხელოვნურად აი ამ კონფლიქტების კულტივირებას. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს არის ერთმნიშვნელოვნად სწორი მიდგომების გამარჯვების დასტური, ის რაც დღეს მოვისმინეთ. ამ ქალაქს და ამ ქალაქში მომუშავე ხალხს ძალიან დიდი წვლილი შეაქვთ ქვეყნის ეკონომიკაში. ძალიან სიმბოლურია, რომ დღევანდელი დღე არის, ასე ვთქვათ, მუშათა დღე და დღეს ამ დღეს გაიმართა ეს ღონისძიება, აღდგა მთლიანად ჯორჯიან მანგანეზში, ასე ვთქვათ, მუშაობა და სრული დატვირთვით მუშაობს ქალაქი, მუშაობს წარმოება, რაც პირდაპირ პროპორციულია იმისა, რომ ქვეყნის ეკონომიკა განვითარდება. ჩვენი მიზანი სახელმწიფოსი, კონკრეტულად ჩემი მაჟორიტარის, არის რომ
ეს საწარმო იყოს ჩვეულებრივი გამართული საწარმო, რომელსაც აქვს მოგება, რაც მიწევს საშუალებას განვითარდეს და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი რომ ამ ძიმე შრომას, რასაც თანამშრომლები აკეთებენ, კონდეს ღირსეული ხელფასი და ღირსეული სოციალური დახმარება. რაც მოვისმინეთ, იმედის მომცემია, აშკარად უკეთესი მდგომარეობა თუ მაშინ წარმოუდგენლად დიდ ზარალზე იყვნენ, ახლა პრაქტიკულად ახლოს არიან მოგებასთან გადიან და რა გეგმებიც დასახეს, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ უახლოეს პერიოდში საწარმო გამოგებაზე გაუმჯობესებულ პირობებზე საუბრობენ თავად მაღაროელებიც. სრული ინფორმაცია მივიღეთ იმის შესახებ, თუ რა წარმატებებს მიაღწია წარმოებამ და როგორ წავიდა წარმოების საქმე უკეთესობისაკენ. ერთი წლის უკან სრულიად პარალიზებული იყო, არა მარტო წარმოება, ქალაქიც პარალიზებული იყო. იქიდან გამომდინარე, რომ დიდი პრობლემები შექმნა იმ გაჩერებამ, სწორი მართვით, სწორი მენეჯმენტით მე პირადად შევაფასებდი, რომ ყველაფერი კარგად წავიდა. იქიდან გამომდინარე, რომ საწარმოომ აიღო სრული სტარტი სიკეთისკენ და ყველაფერი არის ისე, როგორც უნდა მიდიოდეს. შუქუთის მაღარო კატასტროფულ მდგომარეობაში იყო, სანგრევები ფიზიკურად იქამდე მისვლას ახერხებოდა, ნენელა მივიწევდით წინ და დრო დაგჭირდა დაახლოებით 5-6 თვე დაგჭირდა, რომ ჩვენი სამსახური, ჩვენი მაღარო აი სრულყოფილ მდგომარეობამდე მოგვიყვანა. დღეს ყველაფერი კარგად არის, შოვა მიმდინარეობს შოულებრივ რეჟიმში, კვაყოფილია ყველა ჩვენი თანამშრომელი არსებული მდგომარეობით და იმედია ჩვენ რომ მსგავსი ფაქტი აღარ მოხდება, სამსახური აღარ გაჩერდება. CMC ჭიათურაში მიწისქვეშა საწარმოებს უკვე 2 წელზე მეტია მართავს. კომპანიის მიზანია წარმოება რენტაბელური გახდეს და ქალაქს ინდუსტრიული სტატუსი შეუნარჩუნდეს. პირველად ქუთაისი მასშტაბურ ახალგაზრდულ საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს, ღონისძიება კიევში გაიხსნა და 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ფორუმი აერთიანებს ახალგაზრდებს 7 ქვეყნიდან. ღონისძიება განათლების სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება და მიზანი ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართულებით გამოცდილების გაზიარება და საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებაა. ლევან წუწუნავა გიამბობთ. ქუთაისის საერთაშორისო ახალგაზრდულ ფორუმს მასპინძლობს. სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები 3 დღის განმავლობაში ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართულებით ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. ღონისძიება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში იმართება და მიზანს საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავება წარმოადგენს. ღონისძიება ქალაქის მერიამ დააორგანიზა. დიდი იმედი მაქვს, რომ ფორუმი სამომავლოდაც დაიდებს ისეთ საფუძველს, რომ ყოველწლიურად გავაგრძელებთ და ასევე მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენმა ახალგაზრდებმა გაუზიარონ ჩვენს პარტნიორ და დამეგობრებული ქალაქებიდან ჩამოსულ ახალგაზრდებს თავიანთი ცოდნა, თავიანთი შეხედულება დღევანდელ პოლიტიკურ სიტუაციაზე და ჩვენთვისაც მნიშვნელოვანი არის, რომ მათაც მოვუსმინოთ და მათგანაც გავიგოთ და მივიღოთ ისეთი რჩევები, რაც იქ ახალგაზრდებთან არის უკვე დიდი ხანია დანერგილი. ჩვენი უნივერსიტეტი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უმასპინძლოთ საერთაშორისო ფორუმებს, იმიტომ რომ თვისებრივად უნივერსიტეტი არის საერთაშორისო იდეების და საერთაშორისო სისტემის მატარებელი უნივერსიტეტი. აქედან გამომდინარე, ჩვენ მოხარულები ვართ, რომ მასპინძლობთ ამ ფორუმს შესაბამისად და მზად ვართ, რომ მსგავს ტიპის აქტივობების ხარი დაუჭიროთ და უმასპინძლოთ სამომავლოდაც. საერთაშორისო ფორუმი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება. ლევან ღირსიაშვილის განცხადებით, ახალგაზრდების ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით. ახალგაზრდული ინიციატივები და ახალგაზრდების მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, განსაკუთრებით საერთაშორისო ასპარეზზე ჩართულობა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო აქტიურად გააგრძელებს ჩვენი ახალგაზრდების და მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერას. გლობალური დიალოგის აუცილებლობაზე საუბრობენ ფორუმის მონაწილე ახალგაზრდები. ამბობენ, რომ ღონისძიება ერთის მხრივ საშუალებას აძლევს ქართველ ახალგაზრდებს საერთაშორისო შესაძლებლობებს გაიცნონ, მეორე მხრივ კი უცხოური დელეგაციის წევრებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარონ. ამ 3 დღის განმავლობაში იმ დელეგაციებისათვის, რომლებიც პირველად არიან სტუმრად საქართველოში, ან ჩვენი სტუმრები არიან, დაგეგმილია საინტერესო აქტივობები, რათა ჩვენს კულტურასა და ისტორიასაც გაიცნონ. ვინაიდან მოგეხსენებათ, ქუთაისი ერთ-ერთი უძველესი და ისტორიული ქალაქია საქართველოში. რაც შეეხება თავად ფორუმის მნიშვნელობას, როგორც უკვე უმნიშვნელოვანესია ნეტვორკინგისთვის და საერთაშორისო კომუნიკაციების შეძენისათვის. ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა. საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე იმ შესაძლებლობებზე საუბრობს, რომელსაც ქუთაისი, როგორც რეგიონალური ცენტრი, ქართველ და არა მხოლოდ ქართველ ახალგაზრდებს აძლევს. დიდი მადლობა უნდა უთხრა საერთოდ ზოგადად ქართულ ფონდს ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ მადლობა უნდა უთხრათ ამ ხალხს, ამ ახალგაზრდებს, რომლებიც რასაკვირველია ჩვენი ქვეყნისთვის სერიოზულ ინტელექტუალურ ბაზას შექმნიან
მისი განვითარებისთვის და წინსვლისათვის. ასე რომ შესანიშნავ გარემოში ვიმყოფებით და ძალიან მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაზე არიან ახალგაზრდების შეკრებილები არაერთი ქვეყნიდან. ძალიან მნიშვნელოვანი ფორუმია ეს პირველი ახალგაზრდული საერთაშორისო ფორუმი, რომელიც ქვეყნების, ქალაქების დამეგობრებას, ხელშეწყობას, ახალგაზრდობის ხედვას უწყობს ხელს თუ იმ გამოწვევებს, რაც არის სხვადასხვა ქვეყანაში და როგორ შეიძლება ახალგაზრდების ძალები გავაერთიანოთ, რათა ერთი მნიშვნელოვანი ბიზნესთვის იყოს ერთობლივად მთელი მსოფლიოს და ევროპის ახალგაზრდობა გამშვალდური და გამიზნული. ეს არის რა თქმა უნდა მშვიდობის პოლიტიკა, ეს არის სხვადასხვა საკითხები, რომელიც ეხება იგივე ჯანმრთელობის საკითხებს, განათლების, მომავლის და ასე შემდეგ. ფორუმი ზუსტად პასუხობს იმ განათლების რეფორმას, რომელიც სახელმწიფომ აიღო პასუხისმგებლობად. ერთი მხარე არის დეცენტრალიზება, რეგიონების გაძლიერება და რეგიონში ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების მიცემა, იმისა რომ განათლების მიღება არ იყოს მხოლოდ დედაქალაქების უპირატესობა, არამედ ხარისხიან განათლებას იღებენ რეგიონებში. მომდევნო დღეებში გაიმართება დისკუსია თემებზე ახალგაზრდების ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში და მენტალური ჯანმრთელობის ციფრული ინოვაციების ეპოქაში. საერთაშორისო ახალგაზრდულ ფორუმს საქართველოს პირველად მასპინძლობს. ამ წუთებში ახალგაზრდული ფესტივალი სტუდფესტი 2026 რუსთავის პარკში საზეიმოდ იხსნება. ღონისძიებას ჩვენ პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. მე კი გემშვიდობებით ორ შაბათამდე ნახვამდის.